დღეს გვაქვს ისევ 10 цალი ამანათი, ოღონდ ამოვარჩიეთ ძალიან პაწუკები. აი, ძალიან პაწუკები. ძალიან პატარა ამანათები, ნახეთ რა პატარებია, შეხედეთ. 10 цალი, არც ეთყობა 10 цალია. ერთია ცოტა არასტანდარტული ფორმის. ამას მე გავხსნი. კაი. დავიწყოთ ახლა, დავიწყოთ არასტანდარტული ფორმის ამანათით. ამას ისე გავხსნი. ვაიმე. ამაში დევს პატარა პარკები, გეტყვით რამდენი цალი. ესენი არის თქვენი ცხოველი ძაღლიან კატა, ნუ უფრო ძაღლი სავარაუდოდ, როცა მოისახნებს სადმე, ეს პარკები უნდა გახსნათ, პარკებში უნდა მოათავსოთ 10 განავალი. დევს 2, 4, 6, 8 цალი. მეტი არ არის, ხო? 8 цალი, მაგრამ ეს არ არის, კიდევ რაღაც დევს ამანათში 1 цალი. ისევ იგივე რაღაც, ავსი კატეგორიის, ეს არის პატარა ჩანთა არის, რომელსაც ძვალი ახატია. სავარაუდოდ ის რაღაც მოსაქმებული, ალბათ ამ ჩანთაში უნდა ჩაალაგოთ. თუ ეს პარკი უნდა ჩადოს ამაში, სავარაუდოდ, ესე უნდა ჩადოთ და ესე უნდა ძაღლს მოაბათ ან თქვენ მოიბათ, უფრო თქვენ უნდა მოიბათ ჩანთაზე და ესე ატაროთ ეს პარკები. ეს სოციალური პასუხისმგებლობა, ვისაც მაღალ დონეზე აქვს, ზოგი საერთოდ არ ახსენებს ყურადღებას, ქუჩაში მოისახმებს თუ არა მისი ძაღლი სულ არ აინტერესებს, ტოვებს ეგრე. ნუ ვისაც სოციალური პასუხისმგებლობა მაღალ დონეზე გაქვთ, მათ დაგჭირდებათ, ესე იგი, 1 цალი ეზეთი ჩანთა და 8 цალი პარკი. რომელსაც ძაღლის ისინი ახატია, ძვლები ახატია ფოსტა ძაღლისა. საყვარელი რაღაცაა. შემდეგი არის უფრო პატარა ამანათი, აი, ნახეთ გამხელა. რაღაცა ყუსასმენებს გავს მეგობრებო, ყუსასმენების ყუთს გავს. მართალია. ყუსასმენების ყუთი არის რინსმოლა, ესე ქვია, ჩინური რაღაც ბრენდია სავარაუდოდ. ამაზე ხა გავხსნი და ვნახავ. კარგად იხსნება, ნახე, გვიხსნება. ოპა. თავისი Type-C მოყვება, ნუ სავარაუდოდ ცოტა ახალია და ვიზუალურად განახებთ როგორ გამოიყურება. ვიზუალს ხოთა შორის აი ესე გამოიყურება ვიზუალურად. ვიზუალს ვაჟებს არ აუშავს, ამოვიღოთ, ნახოთ, აი ესე გამოიყურება. სულ ახალია და აქ არც აქვს, პარკებიც არ აქვს მომძღვალი, აქ ნახეთ. ვიზუალი აი ესეთი არის, აი. თვითონ გამოიყურება ეს. შეგახსენებთ, რომ ნივთები, რომლებსაც არ დავიტოვებ, რომლებსაც დავდებ გასაყიდად, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ რომ რომელიმე ნივთის ყიდვა გნებავთ. ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს საიტზე, დაკარგული ამანათების წერტილი G. შემდეგ იქ დააწვევით ნივთების კატალოგს და ნახავთ იმ ნივთებს და იმ ნივთების ფასებსაც, რომლებიც იყიდება. შეკვეთას აფორმებთ იქვე, შეკვეთის ფორმას ავსევთ, გიკავშირდებათ ოპერატორი და ჩვეულებრივად მიწოდებას თბილისის მასშტაბით არის უფასო. ეს ერთ-ერთი ნივთი არის, რომელიც გაიყიდება სავარაუდოდ. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება ხოლმე, საიდან ჩავამოყრა ამანათები ჩავამოყრა პოლონეთიდან. ამანათების ჩამოტანაში მეხმარება ამანათების გადამზიდი კომპანია Georgian Time. ჩემი მხარდამჭერები არიან, 5 წელია უკვე მათთან თანამშრომლობ, ძალიან კაი კომპანიაა. ეს კონკრეტული ამანათები, ეს პარტია ამანათების ჩავამივიდათ ზუსტად 12 დღეში პოლონეთიდან. ძალიან კარგი ტარიფები აქვს, ძალიან სწრაფი მომსახურება აქვს და არც ერთი ნივთი ჩამოსული არ დამზიანებია. 12 დღე კიდე მოგესალმებათ, რომ საკმაოდ კარგი პერიოდი არის. მათი ლინკი კომენტარებშიც იქნება, შეგიძლიათ იპოვოთ Facebook-ზე ესე, TikTok-ზე ესე. მიწეროთ, ნომერი მითებული აქვს თვითონ პროფილზე, დაეკონტაქტოთ და დეტალები უკვე გაიაროთ იქ. ხა გავხსნათ ესეთი პაწუკა ამანათი. დღეს თუ პაწუკა ამანათებია და ძალიან დიდი იმედით არ მაქვს, რომ რაღაც გრანდიოზული და კაი ამოვა, მაგრამ ყოფილა ხოლმე შემთხვევები, რომ პატარა ამანათებში კაი რაღაცები ამოსულა. ნუ ნახოთ რა იქნება. ჩვეულებრივი სტანდარტული ყუთი, რომელშიც ვერაფერს ვერ გავაკეთებ, გადევს. პრინციპში წერია. კარბურატორიო, კარბურატორი მე მგონი მოტოციკლი გვყავდა, მოტოციკლის რაღაც ნაწილი იყო და მედია მართლა კარბურატორი არ იქნება. მართალია, მართლაც კარბურატორია. კარბურატორია ოღონდ პლასმასის კარბურატორი არ ვიცი სად ნახეს და როგორ ნახეს. აი ესე გამოიყურება, მეგობრებო, მე დავასურათებ კიდევაც კარგად საიტზე გავავტვით ამას გასაყიდად. სავარაუდოდ მოტოციკლის ან მოპედის ნაწილია, მე ესე ვფიქრობ. შემდეგი არის ესეთი გრძელი ამანათი, მოგრძო და ძალიან პატარა. და ნახოთ ამ მოგრძო და ძალიან პატარაში გადავს. Motion sensori. ეს მე ვიცი რაც არის, ოთახში აყენებ და რო გაივლი ანათებს. ძალიან კაი რაღაცა, ესე გამოიყურება ყუთი. Motion sensori, აქ სურათზე კი ხატია 2 ცალია, მაგრამ 2 ცალი არის. აწერია რომ 2 ცალი არისო. 2 ცალი დევს. მართალია. ნახოთ როგორია. მაგნიტებიც მოყვა, რომ მიეწებოს რამეზე, თუ მისაწებებელია. ეს არის სენსორი და ეს თლიან მე ანათებს. ესეთი რაღაცა არის 2 ცალი. ანუ ოთახში სადმე მიაყენებთ და რო გაივლით ხოლმე გაანათებს. ძალიან კაი რაღაცაა. პოლონეთში ვცხოვრობდი, ესეთი ბევრი მქონდა ხოლმე სახში ოდავდიოდის ვანათებდა ხოლმე. ესეც ალბათ დაიდება გასაყიდად ჩემს საიტზე. ფასები წინასწარ არ ვიცი. შემდეგ ისე მოდი ბრტყელებს მივაწვეთ. ბრტყელებში კაი რაღაცები გამოვცადეთ, კაი რაღაცები ამოვიდა. ამანათებში რადოს მეც არ ვიცი, მეგობრებო, ძალიან ბევრი სვავს ხოლმე მაგ კითხვას და ძალიან ბევრი ისეთ კომენტარებს წერს ხოლმე. რანაი გაცხნია, ყველაფერი გიგვრის, ანუ არ ვიცი მეც რა ამოვა. ეს არის Amazon-ის დაკარგული ამანათები, რომლებშიც არ ვიცი რა ამოვა. ესე შეფუთულები მომდის. დაკარგული ამანათები რას ნიშნავს? ან
პატრონამდე არ მივიდა, ან გზაში დაიკარგა, მე Amazon-ზე უკან დაბრუნდა და Amazon-მა გაყიდა. Handwarmers რა არის? რაღაც ესეთია, Handwarmers აწერია, პროდუქტის სპეციფიკაციები აწერია უკან, ელემენტი აქვს 3000-იანი, ოღონდ რას ნიშნავს და რა არის, არ ვიცი. ძალიან კარგად არის შეფუთული, თავისი პარკიც არა უძვრიათ, მაგრამ მე იძულებული ვარ გავხსნა, რომ განახოთ რა არის. Handwarmer ნიშნავს ხელის გამათბობას და ხელი როგორ უნდა გაათბოს და როგორ უნდა იმუშაოს, საერთოდ არ ვიცი. ორი ცალი ესეთი რაღაც მოყვა. და არ ვიცი ამა ხელი როგორ უნდა ესე უნდა გეჭიროს ალბათ და ხელს ათბობს, არ ვიცი. აი ესეთი რაღაცაა, მეგობრებო, მეორე სიგივეა ზუსტად. აბა დიდი ხანი უნდა დააჭირო, ჩაიქთოს, წითლად ანათებს ესე იგი დათატენია, მაგრამ კაი, ესე უნდა მეჭიროს. როგორ გათბა? აი ეს გათბა შუაში. თა რა გათბა, იცი? არ ვიცი, ვინგაში გამოიყენებს, შეიძლება კურიერებმა მოპედზე ვინ ზის. არ ვიცი, ძალიან კაი რაღაცაა, მაგა გათბა. აი, უმოკლეს დროში გამოდინიმე წამში გათბა. მიუხედავად იმისა, რომ დამჯდარი იყო. ძალიან საინტერესო რაღაცა არის. ერთი სიტყვით ესეც სრულიად ახალია რა. მე გავხსენი, რომ ენახებინა თქვენთვის, რომ მუშაობს. დაკარგული ამანათები წერტილი G. შეამოწმეთ უკვე გასაყიდად იქნება ძალიან ბევრი ნივთი. გადახვალთ ნივთების კატალოგში, რაიმე თუ მოგეწონებათ, თავისი აღწერით, თავისი ფასით, მე უკვე შეკვეთას აფორმებთ იქვე და მე ოპერატორი გიავშირდება დეტალებით დაასუსტოს. შემდეგი ძალიან მსუბუქი ყუთია, აი ძალიან ულტრა მსუბუქი ყუთია. და მე რო არ მიყვარს ისეთი ყუთები, Amazon-ის ყუთშია, ოღონდ პაწუც კუნტელაში, რომელშიც ვერ გაიგებ გადავს და აბა ნახოთ. და კაი, თავი დავიმშვიდოთ, რომ თავს ვერაფერს დავიმშვიდოთ. მაუსი, Amazon Basic-ის მაუსი. Amazon-ის ლოგო ახატია მაუსს. კაი, ეს მოდი ჩავდოთ უკან, იმიტომ მაუსი არაფერში არ მჭირდება. Amazon-ის მაუსი პირველად ნახე, ესეც გასაკიდებში წავა ალბათ. შემდეგი, ესეთი ბუნჩულა ყუთი, პატარა და ბუნჩულა ყუთი. ნახოთ აბა ამ ბუნჩულა ყუთში გადავს. რაღაც უცნაური დამტენი მოყვება და ნახოთ აბა რა არის. აი ეს ძალიან კაი გამეა. ეს არის ამას შტეპსელში შეაერთებთ და ბევრი USB-ა შიგნით და ამ USB-ზე გადააერთებთ. ანუ დამტენია ერთი სიტყვით რა. ოღონდ რამდენი ვატია აქ აწერია. ვატი თუ ვოლტი ეკტინაზე შემისწორა ძალიან ბევრმა. power adapter-ია ერთი სიტყვით, მაგრამ ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება პრიალებს, ნახეთ. ვიზუალი ძალიან კაი აქვს. ამას არ ვიცი, მე დავიტოვებ თუ არა, მოვიფიქრე, იმიტომ ესეთი რაღაცების გიჟი ვარ. მე ძალიან მიყვარს. თუ ჩემს საიზე ნახეთ რო იყიდება, ესე იგი მე არ დავიტოვე, რა თქმა უნდა. შემდეგი არის ეს საკმაოდ მძიმეა. და მე ნახოთ რა დევს შიგნით. ცოტა ყუთის დავაზიანე, მაგრამ ნუ არა უშოთ, ანუ არ მიწყენთ ალბათ მაგას. კაი. ყუთზე არაფერი ნიშანწყალი არის, რა არის, არც აწერია. და ნუ ყუთის გაუხსნელი ჩანს, იმიტომ რომ ეტიკეტი ადევს ზემოდან. რაღაც გაუხსნია ვიღაცას ისე დაკარგა. მოყვება თავის ბოლტები ახლა მოყვება რაღაც Wow. აბა ნახოთ რა არის ეს. ეს არის რაღაც, რომელიც აქეთ-იქიდან ანათებს სავარაუდოდ. ეს არის კედელზე მისამაგრებელი ზემოთ ქვემოთ რო ანათებს. ხო, ეს თავისი ის მოყვება კლუჩი, რომ ეს გამოვაძროთ და ნახოთ აბა შიგნით რა ხდება, ელემენტი იდება თუ რა ხდება, იმიტომ რომ სატენი არც აიდან არ აქვს და აიდენოს. ამაზე დაჭი პარკებიც არის ამძღვალი. უიმე, ეს რამდენი რაღაცა უშინით ხალხო ნახეთ. და მე ეს დენის წყაროზნას შეერთეს სავარაუდოდ ალბათ მე რომ გაანათოს, მაგრამ საიდან რომ გამოვიდეს ეს შტეკერები ვერ ხვდები. აი აქ არის აი სპეციალური სილიკონი ეს უნდა მოაძრო. დეკორია ერთი სიტყვით, ძალიან კაი რაღაცაა. პროცესი ცოტა საჩალიჩოა რა. ანუ ელემენტი რაღაც არ მოყვება. პიტაპი დენზე ერთდება ესე იგი. ნუ ერთი სიტყვით აი ესე გამოიყურება. ესეც ალბათ გასაყიდ ნივთებში გაიშვება. დაგვრჩა ორი ცალი, ეს ერთი კიდე კაი მძიმე და მეორე მსუბუქი. მოდი მძიმეთი დავიწყოთ. მოდი ეს ვნახოთ. ოჰო, ყუთია რაღაც. აბა, რა ყუთია? კაი მძიმე ყუთია. გასაღებები ჩანს. რაღაცის შამკეტია. აი ესეც გამოიყურება, მეგობრებო, თქვენს ვნახოთ ხოლმე. და დასკვნები გამოიტანოთ. ეს არის, არ ვიცი რა. რაღაცის ჩამკეტია აშკარად. რაღაცას კეტავს. ველოსიპედისა მანქანის ჩამკეტი არის. სავარაუდოდ, იმიტომ რომ თავისი ხრახტი მოყვება, თავისი გასაღები მოყვება. საკმაოდ ზერსკი გასაღები მოყვება და მოყვება პატარა ინსტრუქციას და ვნახოთ აბა რისი ჩამკეტი შეიძლება იყოს. რას კეტავს და ვაფშე რა ჯანდაბა არის. ხო, ველოსიპედის პედალზე, პედალისა და სტრიალის ცეპისადაც არის ველოსიპედზე, იქ მაგრდება ეს მე მგონი თუ ეს და იკეტება. აი ამდენი თუ იჩალიჩე ველოსიპედი რო დაკეტო, საღოლძმაო რა. საკმაოდ ხარისხიანი ჩანს თვითონ მასალაც. ძალიან ხარისხიანი ჩანს. მოდი გავხსნათ ვაფშე. როგორ იხსნება ვნახოთ. აჰა, გავხსენი. გაიხსნა და ესე გრძელდება, მაგრამ ესე რო გრძელდება, ანუ პრინციპს ვერ მიხვდი მეგობრებო. ალბათ ველოსიპედი ვისაც ყავთ ისინი მიხვდებით, ანუ აი ესე ხსნი, ესე რო ხსნი, მე ეს იშლება, ძალიან კიდე იშლება და ესეთი გრძელი რაღაც ხდება. ხო და
მე ესე იკეტება ისე და ესე კეთდება და მე პრინციპს ვერ მივხვდი როგორ კეტავს ეს ველოსიპედს და სად უკეთდება საერთოდ და ეს ვაფშე საერთოდ რა შეჭირდება და რა არის მაგრამ ალბათ ველოსიპედი ვისაც გყავთ და გამოსტილი ვინც ხართ ისინი მივხვდებით რა ჯანდაბა არის სუმულმად უნდა ეკეთოს მე უნდა მოხსნა თუ რა არის არ ვიცი კაი ხარისხიან კი გამოიყურება საკმაოდ ხარისხიან გამოიყურება მე ვერ მივხვდი ვაფშე რა შემოიყენა რა არის და დღეისათვის ბოლო ამანათი ნახოთ რა დევს შიგნით კაი მიკროფონები ზუსტად ესეთი მე DJI მაქვს უბრალოდ ორი ცალი დევს შიგნით ეს დამწყებ კონტენტ კრეატორს ძალიან გაუსწორდება აი ძალიან ამას ეხა მე იზოლებული ვარ პარკი მოხსნა და ნუ მე ვისაც ყიდვა გნებავთ ვიდეოში შეხოთ ხომ მივხვდებით პარკი რატო აქვს მოხსნილი იმიტომ რომ გაჩვენოთ რომ ნამდვილად მუშაობს ეს სავარაუდოდ გაიყიდება იმიტომ რომ მე მაქვს მიკეთია უკვე და აქედან გესმით ჩემი ხმა ძალიან ბევრი ფუნქცია გვერდზე უწერია და ვნახოთ როგორ გამოიყურება მე ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცეები აი ყუთში ესე დევს ძალიან გამიხარდა ეხა ეს ნივთი ძალიან მაგარი რაღაცაა აი ესეთ გამოიყურება არც მოხსნილი არ აქვს და თავისი რაღაცეები აი ესე გამოიყურება ხალხო აი ესეთია გამჭვირვალეა შიგნით სქემები ჩანს ორი ცალი დევს და ეს დასაკავშირებელი შიგნით ამან ამას ტელეფონსთან კამერას უკეთებ და მე კავშირდება და მე მგონი სავარაუდოდ ეკრანი აქვს ეს მეორე ნახეთ თავისი პარკები აქვს აქაც და მაღალაც სატენთანაც ანუ გაუხსნელი iPhone-ის გადამყვანიც მოყვება Type-C ძველი iPhone-ის სატენებზე ნახეთ ეს შიგნით მოყვა ნუ სავარაუდოდ შიგნით სატენიც იდება აქეთკენ პატარა ყუთი დევს და ამ ყუთსაც გაგიხსნით ნახოთ რა დევს ამ ყუთში ნუ სატენი დევს დამიჯერეთ ხო არ გავხსნათ ყვილა და არ გავხიო ძალიან კაი რაღაცაა ძალიან მომეწონა ბრენდი არ ვიცი რა არის მაგრამ კონტენტ კრეატორისთვის იდეალური იქნება ძალიან მაგარი რაღაცაა ეს იყო ყველაზე კაი რაღაცა სავარაუდოდ ფასიც კაი ექნება ამას სულ ეს იყო მეგობრებო მადლობა რომ იყურეთ კიდევ ვიმეორებ ის ნივთები რომლებსაც მე არ ვიტოვებ შეგიძლიათ გასაყიდად ნახოთ დაკარგული ამანათების წერტილი G-ზე გადახვათ დააჭერთ ნივთების კატალოგს ფასი და აღწერა აწერია და შეკვეთას აფორმებს აიძებე ასევე გასცნობებთ რომ ჩემი მხარდამჭერი არის Georgian Time ამანათების გადაძვრის კომპანია, რომელსაც პოლონეთიდან საქართველოში და საქართველოს პოლონეთში ჩამოაქვს ამანათები. არიან ძალიან სწრაფები, ძალიან სწრაფად ჩამოაქვს ყველაფერი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ყველასთვის აბსოლუტურად. ტარიფები ძალიან კარგი აქვს, ნივთი დაზიანებული არ ჩამოგივათ და ერთი სიტყვით მიმართეთ, ვისაც გნებავთ რაიმეს გამოწერა. მათი პროფილის ლინკები იქნება ვიდეოს აღწერაში, ვიდეოს კომენტარებში, Facebook-ზე და TikTok-ზე შეგიძლიათ იპოვოთ ეს. სულ ეს იყო მეგობრებო, წარმატებები ყველას.